მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, მე დაგიბრუნდით ისევ. სიმართლე რომ გითხრათ, ჯერ ვერ მოვიფიქრე და ვერ გადავწყვიტე ამ გაშლას ზოგადად რა, ასე ვთქვათ, სათაური დავადო და დავარქვა, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ბევრი აზრი მიტრიალებდა, იმის შემდეგ რაც დასტა მოვამზადე, დასტები უფრო სწორედ, დღეს ვიმუშავებ რამოდენიმე დასტასთან ერთად და კიდევ ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს უახლოეს მეგობარს მარიამს, რომელმაც მაჩუქაი ესეთი საყვარელი დასტა, რომელსაც ქვია დიასახლისების დასტა, ძალიან საინტერესო და ძალიან საყვარელი და ლამაზი დასტა არის და დღეს პირველად გამოვიყენებ მას. მე რამოდენიმე კითხვა მოვამზადე, მოდით დავიწყებ თქვენთან ერთად, უბრალოდ მე მინდა გავაკეთო დღეს გაშლა ურთიერთობაზე. როდესაც ეს ვიდეო აიტვირთება, თქვენ ნახავთ იქ სათაური რაც ექნება, ხო, შემდეგ გადავწყვეტ, ნახოთ როგორ წარიმართება დღევანდელი გაშლა. მოდით თქვენ ჩაიფიქრეთ, თქვენთვის სასურველი პიროვნება და დავიწყოთ. სანამ მოვამზადებ დასტას, თქვენ იქამდე იფიქრეთ იმ ადამიანზე, თქვენთვის სასურველ ადამიანზე. პირველ რიგში გავაკეთებ სიგნიფიკაციას, შევეცდები რომ არ გამომივიდეს გრძელი გაშლა, ხო, კიდევ ერთი რაც უნდა მეკითხვა თქვენთვის. თუ ფიქრობთ, რომ ჩემი გაშლები მოიცავს დიდ დროს, კომენტარებში დამიწერეთ და შევეცდები მაქსიმალურად შევამცირო. ანუ ძალიან ბევრს აღარ ვისაუბრებ მაშინ, იმიტომ რომ ვხედავ, რომ საკმაოდ ისეთი დიდი დრო ეთმობა ხოლმე გაშლებს და შეიძლება თქვენთვის უინტერესო გახდეს. ასე რომ გავაგრძელოთ მაშხომ, გავაკეთებ სიგნიფიკაციას და ნახოთ დღეს რაც გვეტყვის ტარო. მაშასე ნახოთ სიგნიფიკაცია, აი ასე გავაკეთოთ ამ დასტით. შემდეგ ნახოთ თუ რა ენერგიებში არის გოგონა. ნახოთ რა ენერგიებში არის ჩვენი გოგონა დღეს, ამ წუთას. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ სასურველი პერიოდი. მოდით ასე ვქნათ, მაქსიმუმ 3 თვე ავიღოთ, იმიტომ რომ მსგავს გაშლებს ხშირად გავაკეთებ ხოლმე. რაც უფრო ნაკლებ დროს ავიღებთ, მით უფრო დიდი შანსი არის და პროცენტი უფრო სწორედ რეზონირდება, ასე ვთქვათ, შეცდომის გარეშე. მაინც საჯარო გაშლა არის და ამიტომ ხომ ვიცით რომ პირადი გაშლა არის სულ სხვა, 100-დან 100% რეზონირდება, ხოლო საჯარო გაშლა მაინც საჯარო გაშლა არის, აქედან შეიძლება რაღაცები რეზონირდეს თქვენზე, შეიძლება არა. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ეს პოზიცია იყოს ბიჭის პოზიცია, რა ენერგიებში არის ბიჭი, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ხშირად მისმენენ და მიყურებენ, მაინც ჩემს სივრცეში იმყოფებიან და მათთვის უფრო დიდი შანსი არის, რომ რეზონირდეს თუნდაც 90%. შემდეგ რა ხდება ახლა თქვენ შორის ამჟამად ნახოთ. გავარკვიოთ, დასტამზად არის. აი აქ დავდოთ ასე. მე მგონი ადგილი მეყოფა. შემდეგ როგორ განვითარდება ეს ურთიერთობა აი ამ დასტით ნახოთ. ეს დასტაც მომწონს სხვათა შორის. პრინციპში ყველა დასტა მომწონს, რომლებიც მაქვს. როგორ განვითარდება ეს ურთიერთობა. აი აქ დავდოთ და ბოლოს რა თქმა უნდა ვკითხოთ რჩევა მაღალ ძალებს. ნახოთ დღეს რას გვირჩევენ მაღალი ძალები, ხო? აი აქ დავდოთ. ხო, აი აქ გავაკეთოთ. ეს იქნება რჩევა თქვენთვის, რას გვირჩევენ მაღალი ძალები. მაშასე შეგვიძლია დავიწყოთ სიგნიფიკაცია. ნახოთ დღევანდელი გაშლა ვიზე იქნება. დღევანდელი გაშლა ჩემო ძვირფასებო იქნება
ადამიანზე, ესე იგი, რომელიც როგორ სიტუაციაში და როგორ მდგომარეობაში იმყოფება. ადამიანი, რომელიც არის ოჯახურ გარემოში, ოჯახური გარემო აქ შეიძლება იყოს, მე არ ვგულისხმობ პირად ოჯახს, ანუ დაოჯახებულს, ოჯახში, სადაც ასე ვთქვათ, მარტო არ ცხოვრობთ, აქ შეიძლება იყვნენ თქვენი დედმამიშვილები, თქვენი მშობლები, თუნდაც ბებია-ბაბუები, ყველამ თავის სიტუაციას მოარგოს, ხო? ადამიანი, რომელიც არის ისიც როგორ ენერგიებში, აი რაღაცა ახლის დასაწყისი, ანუ აქ შეიძლება იყოს ახალი საწყისი ურთიერთობის, ასევე ჩემო ძვირფასებო, დღევანდელი გაშლა კიდევ იქნება ადამიანზე, რომელიც იცით როგორ ეტაპზე არის თავისი ცხოვრების, ანუ რაღაც გარკვეული ეტაპი გაიარა. მე ვერ ვიტყვი იმას, რომ აქ არის გამოუცდელი ადამიანი, საკმაოდ გონებამახვილი ადამიანი ბრძანდებით, თქვენ რაღაცა საქმე გქონდათ წამოწყებული, ეს საქმე შეიძლება იყოს როგორც სწავლა, ისე შეიძლება იყოს, რაღაცა კარიერის თვალსაზრისით, თუნდაც მე ურთიერთობაც ვთქვი, იმიტომ რომ აქ თასები არის ამოსული. ესე იგი, რაღაცა საქმე ასე ვთქვათ წამოიწყეთ, ხო, ასე ვთქვათ, რაღაც ძალიან დიდ ენერგიებს დებდით ამ საქმეში, მაგრამ სასურველ შედეგამდე ვერ გახვედით, ამიტომ თქვენ გქონდათ აღებული პაუზა ამ სიტუაციაში. პაუზა გჭირდებოდათ იმისთვის, რომ თქვენ ჩამოყალიბებულიყავით და დაგეგეგმათ შემდეგი ნაბიჯები. შემდეგ გახვედით აქტიურ ფაზაში და აი ეხლა ზუსტად იმყოფებით იმ ფაზაში, რომ აქტიურად დგავთ ნაბიჯებს და გინდათ ის თქვენი ჩანაფიქრი და ის თქვენი გეგმა, რომელიც დაგეგმეთ იმ დროს, როდესაც თქვენ იმყოფებოდით პაუზაში, მიიყვანოთ მიზნამდე, ანუ რა მიზნებით დაისახეთ ამ დროს, აი იმ დროს, როდესაც იყავით თქვენ პაუზაში, მიიყვანოთ ეს მიზნები ბოლომდე. კიდევ დღევანდელი გაშლა იქნება, მოდით კიდევ უფრო ღრმად რომ ჩავიდეთ, ანუ რატომ გქონდათ ეს პაუზა თქვენ აღებული? კი ბატონო, აქ იყო რაღაც გაურკვეველი სიტუაცია, უფრო მიჩვენებენ ურთიერთობებს, გაურკვეველი სიტუაცია გქონდათ, იმიტომ რომ თქვენ ვერ იღებდით და ვერ გრძნობდით თქვენი პარტნიორისგან სასურველ, ასე ვთქვათ, არ პასუხობდა თქვენს გრძნობებს იმ დონეზე, რა დონეზეც გინდოდათ რომ ეპასუხათ მას. მისგან მოდიოდა უფრო მეტი სიცივე ვიდრე სითბო, თქვენ ამის გამო ორჭოფობდით და იყავით ისეთ პერიოდში და ისეთ ფაზაში, არ იცოდით რა გადაწყვეტილება მიგეღოთ, აქ იყო იმის პროცენტული მაჩვენებელი, დიდი შანსი იმის, რომ ურთიერთობა შეგეწყვიტათ, მაგრამ ძალიან დიდი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტეთ, რომ კიდევ ერთხელ გესინჯათ ბედი და უფრო მეტად, ასე ვთქვათ, შეგეცვალათ მიდგომა ამ ურთიერთობაში და გადახვედით აქტიურ ფაზაში. მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ თქვენ ისევ სასურველ შედეგს იღებთ. არა, თქვენ მაინც ვერ გადიხართ ჯერჯერობით სასურველ შედეგამდე. აქ მიზეზი შეიძლება იყოს ისევ ამოდის და ძალიან ხშირად ამოდის ხოლმე მე ვხედავ ჩემს გაშლებში მანძილი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ის ადამიანები, რომლებიც ჩემს გაშლებს უყურებთ და ჩემს, ასე ვთქვათ, სივრცეში ხართ უკვე, ასე ვთქვათ, არა, ერთ სივრცეში ვართ. აი ამის გამო ამოდის ყოველთვის მანძილი. რაც შესაძლოა, ეს თქვენი დაბნეულობა და ეს თქვენი გაურკვევლობა სწორედ რომ აი ამ მანძილს უკავშირდება ჩემო ძვირფასებო.
იმიტომ რომ თქვენ გინდათ მეტი სითბო, მეტი სიყვარული, მეტი ენერგიები თქვენი პარტნიორისგან, მაგრამ თქვენ ამას არ იღებთ. აი თქვენი პარტნიორიდან მოდის რაღაც აი უფრო ნელი ენერგიები. მე იმას ვერ ვიტყვი და არ ვიტყვი, იმიტომ რომ დასტარმაძლებს იმის საშუალებას, რომ ეს თქვა, რომ თქვენის პარტნიორს თქვენს მიერ ცნობები არ აქვს. არა, აბსოლუტურად არა აქვს. მხოლოდ აი იცით, დორედ მიედინება, ანუ ეს თქვენი ურთიერთობა, ხო? იმიტომ რომ აი პენტაკლები ამოდის და პენტაკლები ვიცით რომ საერთოდ უფრო ნელი ენერგიები არის, ხო? კარგი, თუ თქვენიც ანით თქვენი თავი და თქვენი სიტუაცია, მით ამ დასტას აქ დავდებ რომ არ შემიშალოს ხელი, მაშინ გადავიდეთ შემდეგზე და ვნახოთ თუ რა ენერგიებში იმყოფება გოგონა, ხო? იმიტომ რომ ჩემს არხზე ვიცი რომ არიან ბიჭებიც მისმენენ და ამიტომ დღევანდელი გაშლა დაგეთმობათ როგორც გოგონებს, ასევე ბიჭებს. აი ესე იგი, გოგონა რა ენერგიებში არის, ხომ? გოგონა ელოდება თითქოს აი რაღაცა სამართლის აღსრულებას, ანუ მოდით ჩავშლი უფრო გასაგები რომ იყოს, ხომ? თქვენ ფიქრობთ რომ თქვენი პარტნიორი გექცევათ უსამართლოდ, ну აქ ისედაც ამოვიდა ხო სინიფიკაციაში რომ თქვენ ვერ იღებთ, ანუ თქვენ თითქოს არა, თქვენ უფრო მეტ ენერგიას დებთ მასში, უფრო მეტ სითბოს აჩვენებთ თქვენს პარტნიორს და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ დიდ სიყვარულს და დიდ ენერგიებს გავცემთ, ხო? ну ეხლა სანაცვლოდ ცოტა ისეთი შედარება გამომივა, ხო? მაგრამ როდესაც ადამიანი გიყვარს, ხო? მისგანაც ელი მსგავს, ხო? მით უმეტესად, როდესაც ურთიერთობაში იმყოფებით, ხო? ну აქ აშკარა არის რომ თქვენ ხართ აქტიურ ფაზაში გადასული, ხო? აი ზუსტად იმ პაუზიდან ხართ, აქაც მსგავსი ამოდის, ხო? პაუზიდან ხართ ახალი გამოსული. მე იმას არ ვიტყვი რომ თქვენი პარტნიორი იყო პაუზაში, აქ შესაძლოა, ну ეხლა მე როდესაც ვნახავ ბიჭის ენერგიებს, ну იქ უფრო ღრმად გამოჩნდება კიდევ და გეტყვით, ხო? მაგრამ აქ მე მიჩვენებენ აშკარად რომ თქვენ შორის იყო პაუზა და ეს პაუზა დიდი პროცენტული მაჩვენებლით გამოწვეული იყო თქვენი მხრიდან იყო, ასე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ თქვენ აშკარა არის რომ ამ ადამიანთან, ანუ სერიოზული ზრახვები გაქვთ, გინდათ ოჯახის შექმნა, ანუ მომავალს გეგმავთ, ანუ ამ ადამიანთან, ხო? მაგრამ ну თქვენი პარტნიორისგან, ანუ მე იგივე ჯერჯერობით ყოველი შემთხვევისთვის ვერ ვხედავ, ხო? მოდით ნახოთ თუ რა ენერგიებში არის ბიჭები, ხო? ამ შემთხვევაში გოგონები ვნახეთ და ну თქვენი პარტნიორი, ხო, გოგონებო. ბიჭებმა შემდეგ თქვენს პარტნიორზე მიიღეთ. ჩვენი ძვირფასი ბიჭები რა ენერგიებში არიან? ესე იგი, ჩემო ძვირფასებო, თქვენთან ურთიერთობა მისთვის იყო ეხლა აი განახლებული, ანუ დამანგრეველი, იცით რისი, საკმაოდ ტრანსფორმაციული ცვლილება განიცადა თქვენმა პარტნიორმა იმის შემდეგ, რაც თქვენ მის ცხოვრებაში შეხვედით, ჩემო ძვირფასებო. თქვენს პარტნიორს თქვენს მიმართ ნამდვილად დიდი გრძნობა აქვს და დიდი სიყვარული აქვს. საკმაოდ, ну ეხლა აქ ნამდვილად დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ აი ეს პაუზური სიტუაცია უფრო მეტად თქვენიდან მოდიოდა. თქვენი პარტნიორი, ჩემო ძვირფასებო, აქ შეიძლება იყოს ასაკობრივი სხვაობაც, იმიტომ რომ მე აქ მეუბნება, რომ დიდი ალბათობა იმისა, რომ ასაკობრივ სხვაობას შორის უფრო ასაკით მეტი იყოს, დიდი იყოს ბიჭი, ანუ ასაკობრივი სხვაობა ეს მინდა ვთქვა, ხო? იცით როგორი პიროვნება არის თქვენი პარტნიორი? მოდით ესე ვიტყვი, ბიჭები, ხო? იმიტომ რომ აქ ბიჭების ენერგიას ვინხილავთ, ხო? როგორი ბრძანდებით, ანუ როგორი ადამიანი. ну საკმაოდ ბრძენი და გონებამახვილი. ამავდროულად ხართ საკუთარ თავში ხართ, ანუ ჩაკეტილი, მარტივად არ ენდობით ადამიანებს, არც ეხსნებით და
ეს ძალიან ცუდად მოქმედებს თქვენს პარტნიორთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ აი ეხლა უკვე მივხვდი, ანუ აქ რაც ხდება. ესე იგი, ეს პაუზური სიტუაცია, რომელიც გოგოს მხრიდან იყო გამოწვეული, რამ გამოიწვია და ზუსტად თქვენმა უნდობლობამ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ნამდვილად გიყვართ თქვენი პარტნიორი, მაინც არ აჩვენებთ ანუ თქვენს გრძნობებს, აქ შესაძლოა, მოდით მაინც ჩავშლი, ანუ რატომ არ აჩვენებს იმ გრძნობებს, ანუ იმ დონის გრძნობებს, რა დონის სიყვარულიც აქვს, ხომ? ამ ადამიანის მიმართ. ესე იგი, აქ შესაძლოა თქვენ უახლოეს წარსულში გადაიტანეთ, ასე ვთქვათ, წარუმარტებელი ურთიერთობა შეიძლება გქონდათ, რამაც დატოვა თქვენში საკმაოდ ცით როგორი მომენტები, აქ შესაძლოა ზოგიერთი თქვენგანი ფსიქოლოგიურ, ასე ვთქვათ, კურსსაც კი გადიოდა, ანუ ფსიქოლოგთან კონსულტაციას არ გამოვრიცხავ იმას, რომ შესაძლოა, ანუ დამხმარე სპეციალისტებს მიმართეთ, ან ტაროლოგს, ფსიქოლოგს, ეს აშკარა მოდის და აი ყოველივე ამან გამოიწვია ზუსტად თქვენი ჩაკეტილობა, ანუ მარტივად აღარ ენდობით ადამიანებს, მე ამას ვიტყოდი და აქ კიდევ იმასაც დავაზუსტებდი, რომ ზოგიერთ თქვენგანს ზუსტად იმიტომ აქვს ეს გაურკვევლობა, რომ აშკარა არის, რომ თქვენ შორის არის მანძილი და ეს მანძილი ზუსტად და სწორედ რომ არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ თქვენი გრძნობები გამოამჟღავნოთ მის მიმართ და აი რო იტყვიან, სულ მოლოდინში ხართ, ანუ გზას გაჰყურებთ, ფიქრებში ხართ იმის, რომ აი თითქოს გეგმავთ, ცდილობთ დაგეგმოთ თქვენი მომავალი თქვენს საყვარელ ადამიანთან, მაგრამ აი სწორედ რომ ეს მანძილი არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ განავითაროთ თქვენს მიერ დაგეგმილი, ასე ვთქვათ, თქვენი სურვილები და თქვენს მიერ დაგეგმილი გეგმები და ის მიზნები, რომ შესრულებული იყოს, ხომ? კარგით, მოდით მაშინ ახლა ვნახოთ თუ რა ხდება, თქვენ შორის. აქ ისედაც ასე ვთქვათ, გავიგეთ, ხო? ანუ რა ხდება თქვენ შორის, მაგრამ, ხო? მაინც კიდევ უფრო ღრმად შევიდეთ, ხო? თქვენ შორის რა ხდება ახლა? თქვენ შორის ხდება ის ძვირფასებო, რომ აქ ისევ იმას ვიტყოდი, ხო? არის რაღაცა გაურკვევლობა, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის მიმართ გაქვთ დიდი სიყვარული, არის რაღაც ისეთი, რის გამოც თქვენ ვერ ახერხებთ ერთად ყოფნას, მიუხედავად ძალიან დიდი სურვილის, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთზე სერიოზულად ფიქრობთ, ხომ? აქ განსაკუთრებით გოგოს მხრიდან არის უფრო მეტად დასერიოზულება ურთიერთობის, ბიჭმა ისედაც გვანახა, რა ენერგიებში არის, უფრო მეტად აქვს შიში, მიუხედავად იმისა, რომ მას თქვენს მიმართ აქვს ღრმა გრძნობები, მაინც აქვს შიში იმ წარუმატებელი ურთიერთობის გამო, რაც ჰქონდა უახლოეს წარსულში, ხო? მიუხედავად ამისა, მაინც ერთი წუთით, ახლა ვეგეტყვით ყველაფერს. მიუხედავად თქვენი ერთმანეთის, იცით როგორ ხართ ერთმანეთზე მიჯაჭვული, ადამიანს, ესე იგი, ერთმანეთის გარეშე ყოფნა რო არ შეგიძლიათ, ყოველთვის ხართ იმის მოლოდინში, თუ თუნდაც ტელეფონს ხშირად დავყურებთ, რაღაცა ზარს ელოდებით თითქოს მისგან, რაღაცა
ну აშკარად არის აქ რაღაც ძალა, რაც ხელს უშლის, ანუ თქვენს ერთად ყოფნას, ხო? აი ზუსტად ეს მინდა გავიგო, ანუ რა არის ის, ну მანძილი კარგი გავიგეთ, ხომ? კიდევ რა არის, ანუ ისეთი, რის გამოც ამ ორ ადამიანს არ შეუძლია ერთად ყოფნა. ისევ იმას მეუბნება დასტა, ანუ თქვენ შორის მანძილი, კი ბატონო. იცით რა მინდა ვთქვა, აქ ისევ ამოდის, ანუ ეს განდეგილი სიტუაცია. ჩემო ძვირფასებო, ანუ ერთი რჩევა მინდა მოგცეთ, ну ეს ჩემგან არა ტაროსგან, ხო? როდესაც ადამიანი გიყვართ და იმ ადამიანს იცნობთ, ხო? და მე იმასაც ვერ ვიტყვი, რომ აქ, ну, არც ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა არ არის, მაგრამ არც 1 და 2 დღის უკან გაცნობილი ყავთ ერთმანეთი, ხო? რაღაცა ასე ვთქვათ, საშუალო ავიღოთ, ხო? ну მაინც ერთმანეთს იცნობთ, ხომ? არაფერი არ არის იმაში, არც სასირცხვილო, ხო? რომ ადამიანს თქვენს გრძნობებზე დაელაპარაკოთ, ანუ ბედნიერებისთვის, ანუ ბრძოლა უნდა ისწავლოთ, ხომ? როდესაც ადამიანი გიყვართ და მის გვერდით ყოფნა გინდა, თქვენს გრძნობებზე ნამდვილად უნდა დაელაპარაკოთ და უნდა გაუმხილოთ, ანუ თქვენი ძრახვები, ხომ? ეს ჩაკეტილობა და უთქმელობა ზოგადად ურთიერთობას ძალიან აფუჭებს, ანუ ეს ჩემგან პირადი რჩევა. ну რა თქმა უნდა, თუ გსურთ, თუ არა და გადაახვიეთ, დააპაუზეთ ეს მომენტი და არ მოვისმინოთ, მაგრამ კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ, ხომ? კარგი, დაუბრუნდეთ მაშინ, ხო, ამ მომენტს რა ხდება ახლა თქვენ შორის, ანუ რატომ არის ეს მომენტი, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ერთად ყოფნა? კარგით, მანძილი გავიგეთ, კიდევ მანძილის გარდა რა ხდება აქ? ანუ ჩამოუყალიბებლობა, ხო? ну აშკარა არის ბიჭის მხრიდან არის რაღაცა, ну ვერ დგამს, ანუ იმ ნაბიჯს, რა ნაბიჯიც უნდა რომ გადადგას. სურვილი აქვს ძალიან დიდი, მაგრამ არის რაღაც, რაც მას აფერხებს, ხო, ამ ეტაპზე, რის გამოც არ დგამს და საკმაოდ თან ისეთი დეპრესიაც ამოდის, ანუ აი ზუსტად ამ გამოუთქმელი სიყვარულის გამო მე ვიტყოდი იმას, რომ იგი ძალიან დიდ და ღრმა დეპრესიაში არის, ანუ ნერვიულობს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ აშკარა არის, რომ აქ წინსვლა უნდა. ჩემო სიხარულებო, აქ შეიძლება იყოს, კი ბატონო, აქ შეიძლება იყოს საუბარი სამკუთხედზეც, ხო? და ზუსტად შეიძლება იყოს შეიძლება არა, ეს არის ერთ-ერთი და საკმაოდ დიდი დამაბრკოლებელი მომენტი თქვენ შორის, რის გამოც თქვენ ვერ ახერხებთ, ხომ? ერთად ყოფნას, ანუ ესე იგი აქ გამოიკვეთა, ანუ ურთიერთობა მანძილზე, ანუ ურთიერთობა რის გამოც ვერ ახერხებთ ერთად ყოფნას, ეს არის მანძილი და მომენტი, სადაც შეიძლება იყოს სამკუთხედი, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენ ძალიან დიდი სურვილი გაქვთ ორივეს ერთმანეთთან ყოფნის, ხო? სადაც ბედნიერება გინდათ, ხო? აქ კი ბატონო, არის ის მომენტებიც, ანუ მიწერ-მოწერა, ну ეს რა თქმა უნდა ურთიერთობა მანძილზე, ძალიან აი უახლოეს მომავალში, ხო? ჩემო ძვირფასებო, მისგან ელოდეთ ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო ინფორმაციას თქვენი პარტნიორისგან, ხო? კი ბატონო, თქვენი პარტნიორი, რომელიც ну სასიხარულო ინფორმაცია ის იქნება, რომ იგი თავის გრძნობებზე დაგელაპარაკებათ, იმიტომ რომ თქვენ მისთვის ხართ ქალი ვარსკვლავი, ანუ ქალი, რომელიც არის შემკობილი აბსოლუტურად და დაჯილდოვებული ბუნებისგან. ну აქ ყველაფერი არის ხომ ნათქვამი. კარგით, მოდით ახლა მაშინ როგორ განვითარდება, ხო? აი ეს ურთიერთობა ვნახოთ, ანუ რაც ხდება თქვენ შორის, გავიგეთ, ხო? ეხლა ვნახოთ როგორ განვითარდება, ანუ შესაძლო განვითარება, ხო? ამ ურთიერთობის განვითარება. ამოვიდა აქ ადამიანი, რომელიც არის მოლოდინში, ხო? მოლოდინში ქალი, რომელიც
ნუ იმპერატრიცა და წყვილი. იმპერატრიცა და თავისი წყვილი. ნუ აბსოლუტურად, ნუ აქ იქნება, იცით როგორი განვითარება იქნება ამ ურთიერთობას, ძალიან აი თქვენც რომ არ ელით ზუსტად, ხო, იმიტომ რომ აქ ამომივიდა ხმლების ტუზი, კი ბატონო, 10-იანი თასები, იმპერატორი და იმპერატრიცა. იმპერატორი არის ადამიანი, რომელიც აი აბსოლუტურად 4-ვე მეფის ენერგია არის მასში განვითარებული და ერთად შერწყმული. იმპერატრიცა, ქალი, რომელიც აბსოლუტურად ყველანაირი სილამაზით არის დაჯილდოვებული და 10-იანი თასები. ნუ ძალიან აი იცით როგორი სწრაფი გადაწყვეტილება და სწრაფად მოხდება ყველაფერი, აი საერთოდ რო არ მოელით, თქვენც რომ იტყვიან აი რაღაცა სასიამოვნო გაურკვევლობაში აღმოჩნდებით. მოდით აი ესე ვიტყოდი მე, ხო? და ნუ რჩევა მაინც ვკითხოთ, ხო? მაღალძალებს, ანუ სანამ ეს ყველაფერი მოხდება, თქვენ რა უნდა გააკეთოთ, ხო? იქამდე. მოდით ვნახოთ, რას გვეტყვიან. რა უნდა გააკეთოთ, ჩემო ძვირფასებო და თქვენ უნდა იფიქროთ თქვენ სულიერ განვითარებაზე. აბსოლუტურად თუ კი რაიმე ნეგატიური და უარყოფითი ენერგია გაქვთ, უნდა გაანულოთ. იცით, აი განახლებული უნდა დახვდეთ. თქვენი პარტნიორი, როდესაც თქვენთან მოვა, თქვენ უნდა დახვდეთ განახლებული მე, ანუ განახლებული ადამიანი უნდა დახვდეთ, რაც ძალიან დიდ სიყვარულს მოგიტანთ და ერთად ყოფნას მოგიტანთ. დღეს სულ ეს იყო ჩემო ძვირფასებო, ვფიქრობ რომ თავი არ მოგაწყინეთ, ხომ? და ძალიან ბევრი ვფიქრობ რომ არ ვისაუბრე. ნახვამდის და მომავალ შეხვედრამდე.